თავი მე-13. ანტიოქიაში იქაურ ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყვენი და მოძღვარნი, ვარნაბა და სიმონი, რომელსაც ნიგერი ერქვა, ლუკიოს კვირენელი და მანაინი, ტეტრარქის, ჰეროდეს ძუძუმტე და სავლე. ისინი რომ უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, სულიწმიდამ უთხრა: გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოუწოდე. მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს. ამრიგად სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გასცურეს კვიპროსზე. სალამისში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში. იოანეც თან ჰყავდათ შემწედ. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, ნახეს ერთი კაცი გრძნეული, ცრუ წინასწარმეტყველი იუდეველი, სახელად ბარი-ესუსი, რომელიც იყო პროკონსულ სერგის პავლესთან, გონიერ კაცთან. მან მოუხმო ბარნაბას და სავლეს, სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა, მაგრამ წინა ხუდგა მათ ელიმას მოგვი, ვინაიდან ასე ითარგმნება მისი სახელი და ცდილობდა რწმენისაგან გადაეცდინა პროკონსული. ხოლო სავლე იგივე პავლე აივსო სულიწმიდით, მიაპყრომას მზერა და უთხრა: ჰოი ყოველგვარი მზაკვრობითა და ყოველგვარი სიბოროტით ახსილო, ეშმაკისწეო და ყოველივე მართლის მტერო, მოეშვები თუ არა უფლის სწორი გზების გამრუდებას? აჰა შენზეა ახლა უფლის ხელი, შენ დაბრმავდები და დრომდე ვეღარ დაინახავ მზეს და მყისვე დაატყდა მას წყდიადი და სიბნელე. აქეთ-იქით ატყდებოდა და ეძებდა გამწყოს. მაშინ როცა დაინახა პროკონსულმა რაც მოხდა, ირწმუნა უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა. პაფოდან რომ წავიდნენ, პავლე და მასთან მყოფნი პამფილიის პერგეში მივიდნენ, ხოლო იოანე ჩამოშორდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა. ისინი კი პერგას გავლით მივიდნენ პისიდიის ანტიოქიაში. სინაგოგაში შევიდნენ შაბათ დღეს და დასხდნენ. რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის შემდეგ სინაგოგის უფროსებმა მიუგზავნეს მათ და უთხრეს: კაცნო ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით. პავლე ადგა, ხელით ანიშნა და თქვა: კაცნო ისრაელიანო და ღვთისმოშიშნო, ისმინეთ. ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა ამოარჩია ჩვენი მამები და აღამახლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და მაღალი მკლავით გამოიყვანა იქიდან და ასაზრდოებდა მათ უდაბნოში 40 წელიწადს. მოსპო 7-ერი ქანაანის ქვეყანაში და მათ მისცა სამკვიდროდ მათი ქვეყანა. ამის შემდეგ ასე 450 წელიწადს აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველს სამუელამდე. მერე მოითხოვეს მეფე და მისცა მათ ღმერთმა საული კიშისზე, კაცი ბენიამინის ტომიდან 40 წლის მანძილზე. მისი გადაყენების შემდეგ მეფე დაუყენა მათ დავითი, რომლის შესახებ თქვა დამოწმებით: ვპოვე დავითი ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნებასურველს. მისი შთამომავლობისაგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო. სწორედ მისი გამოცხადების წინ იოანე უქადაგებდა მთელ ისრაელის ხალხს მონანიების ნათლისღებას. თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინ გონივართ მე? მე არა ვარ, არამედ აჰა, მოდის ჩემ შემდეგ ის, ვის ფეხებზე სანდლის შეხსნის ღირსიც არა ვარ. კაცნო ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და თქვენ შორის ღვთისმოშიშნო, თქვენ მოგევლინათ ხსნის სიტყვა. ვინაიდან იერუსალიმის მკვიდრებმა და მათმა მთავრებმა არ იცნეს იგი, დასაჯეს და ამით შეასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც ყოველ შაბათს იკითხება. და რა კი ვერავითარი სასიკვდილო ბრალდება ვერ მოუნახეს, პილატეს სთხოვეს მისი მოკლა. როცა აღსრულდა ყოველივე მასზე დაწერილი, ჩამოხსნეს ძელიდან და დაასვენეს სამარხში. ხოლო ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მათ, რომლებიც მასთან ერთად გამოვიდნენ გალილეიდან იერუსალიმში და რომლებიც ახლა მისი მოწამენი არიან ხალხის წინაშე. და ჩვენ გახარებთ, რომ აღთქმა, რომელიც მამებს მისცა, ღმერთმა ჩვენ მათ შვილებს შეგვისრულა და აგვიდგინა იესო. როგორც მეორე ფსალმუში წერია: ჩემი ძე ხარ, დღეს გშობე შენ. ხოლო რა კი მან აღადგინა მკვდრეთით, რათა ის აღარასოდეს დაბრუნებოდა ხრწნილებას, ეს ასე თქვა: მე მოგცემთ თქვენ სიწმიდეს დავითისთვის აღთქმულს. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას. დავითმა, რომელიც მსახურებდა თავის თაობაში, ღვთის რჩევით განისვენა: შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება. ხოლო მან, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ იხილა ხრწნილება. ცნობილი იყოს თქვენთვის კაცნო ძმანო, რომ მისით ცოდვების მიტევება გეუწყებათ.
ყოველივესგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მასში მართლდება ყველა მორწმუნე. გაგთხილდით, რომ არ გეწიოთ წინასწარმეტყველთა მიერ თქმული, იხილეთ მოძულენო, განსვიფრდით და გაუჩინარდით, რადგან ისეთ საქმეს მოვიმოქმედებთ თქვენს დღეებში, რომელსაც არ დაიჯერებდით ვინმეს რომ მოეთხრო თქვენთვის. იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი ევედრებოდა მათ, რომ მომავალ შაბათსაც ელაპარაკნა მათთვის ეს სიტყვები. და როცა კრებული დაიშალა, ბევრი იუდეველთაგანი და ღვთისმოსავი რჯულშეცვლილი მისდევდა პავლეს და ბარნაბას. ისინი ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ღვთის მადლში. მეორე შაბათს თითქმის მთელმა ქალაქმა მოეყარა თავი ღვთის სიტყვის მოსასმენად. იუდეველებმა, რომ ამდენი ხალხი დაინახეს, შურით აღივსნენ და შეურაცხყოფით უარყოფდნენ იმას, რასაც პავლე ლაპარაკობდა. მაშინ ბარნაბამ და პავლემ გაბედულად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ. ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა. მე და გაყენე წარმართა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე. ეს რომ ესმოდათ, წარმართები ხარობდნენ და ადიდებდნენ უფლის სიტყვას და ყველა მირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისათვის იყო განწესებული. მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა უფლის სიტყვა, ხოლო იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის მთავარნი. იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გააძევეს ისინი თავიანთი საზღვრებიდან. მათ კი დაიბერტყეს ფეხის მტვერი და მივიდნენ იკონიაში, ხოლო მოწაფეები აღივსდნენ სიხარულითა და სულიწმიდით.